გარე სამყარო, შიდა სამყარო. კვეთაში ვარ მე ვარ ერთდროულად ორი სამყაროს თანამონაწილე. სანამ ამ სტიკოვკას ვერ გავაკეთებ, დავრჩები ესე. ავთანდილი და ტარიელი უნდა შეხვდეს ერთმანეთს. იმიტომ რომ სხვანაირად ესე იგი კოსმიური ჩანაფიქრი ვერ განხორციელდება. ხო? ანუ ავთანდილი, რომელიც მოდის მოყვასის სიყვარულით და მოდის იმითი რომ მოყვა, ანუ ატმა არის ჯივა ატმა, ანუ შენი ატმა და ჩემი ატმა არის ერთ და იგივე. და ინდური ხაზი არის ის, რომ ეს ატმა არის თავად ღმერთი. ანუ ფაქტობრივად რუსთაველური სიყვარული უნდა გავშიფრო მე ჩემი მოკრეჭქვით ესეთნაირად, რომ მე მიყვარს შენში ღმერთი. და შენ უნდა გაპოვნინო შენი ღმერთი, რომ ამითი ვიპოვო მე ჩემი ღმერთი. სხვანაირად მე ვერ პოვლობ ამას. ამიტომ ჭირდებოდა თუ არა ავთანდილს ესე იგი ტარიელი, მე ვიტყოდი რომ კი. ის თავისით მარტო პირდაპირ თინათინთან რომ იცუქცუქებულიყო, რაღაცა ნიტო იქნებოდა იმ ამბავში რა. ამიტომ ეს სიყვარული არის სინთეზი. სინთეზი როგორც სიყვარული, ეს უკვე არის ამბავი, რომელიც რა თქმა უნდა სპარსულ პოეზიაში უნდა ჩავიხედოთ და იქ პირდაპირ წითელი ხაზით არის ეს ამბავი, რომ სატრფო არასდროს არ არის სატრფო, დღევანდელი მექსიკური ტერესელი არის ასე ვთქვათ გაგებით, სატრფო არის ღმერთი. და მასთან ქორწილი არის განხრთობა. პირდაპირ არის ახლა რუმის ლექსებს აღარ მოვიყვან. ბოლოს გავალ იქამდე რომ დავამთავრებ ალბათ მაინც ამით, იმიტომ რომ ეს არის აი ნახეთ აი უკვე შეიძლება სხვანაირად მოისმინოთ უკვე ამ მთელი საუბრის მერე ის კონდიცია, როდესაც ეს დასავლელი ესე იგი პლატონისგან სწავლად თქმული ავთანდილი მოვა და მივა იმ წერტილზე რომ მან უნდა დათმოს ეს ყველაფერი და წავიდეს მის გადასარჩენად და ამ დროს რაციონალურის მიღმა მიდის უკვე ის ისევ ბრუნდება ზემოთ უკვე ირაციონალურისკენ, იმიტომ რომ ეს ფილოსოფიის სარტყელი მან უკვე გაიარა, აწი უკვე ფილოსოფია რა მას აღარაფერს არ არგებს, იგი უნდა მიყვეს სწორედ იმას, რომ გაუსწოროს უნდა აი ამ ვიღაცა მოყვას, ვიღაცა ტიპს, რომ მან მიაგნოს საკუთარ თავს და ეს უნდა აუხსნას კიდევ თავის ამ მეფეს. ხოშეს ეს ანდერძის სპარსული სიტყვა არის, რომელიც ნიშნავს სოფხედველობის ახსნას და არა იმას რა ქვია ბინა ჯავაბარა ვიღაცას, ხო? აი ამ კუთხით რომ მოვისმინოთ, ეხლა ჩემი წაკითხული არ გაიშვას და პირდაპირ მოვიპარე ეს ისე რა ქვია ინტერნეტ ბმული, ეს არის ავთანდილის ანდერძი, უკვე ფაქტურად ფინალი. დაჭდა წერათ ანდერძისად საბრალოსას საუბრისად. მეფეო გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად, ვერ დამდგები შეუყრელად ცეცხლთა მომდებრისად, შემინდევდა წამატალე მოწყალება ხორთეებრისად. ვიცი ბოლოთ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა, კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა, მე სიტყვას ერთს აქ კადრებ პლატონისგან სწავლა თქმულსა, სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა. რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე ძმა უმტკიცესი ძმობისა, არავიქ მცოდნა რას მარგებს ფილოსოფოს და ბრძნობისა, მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვას ესთ მწყობთა წყობისა. წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი რა გვარწერენ, ვით იტყვიან, ვით აქებენ, ცანცნობანი მიაფერენ, სიყვარული აღგვა მაღლებს. ვით ეჟმანი ამას ჟღერენ, შენ არ ჯერხარ უსწავლელნი კაცნი, ვით მცა შევაჯერენ. მეფეო, ესე თათბირი მომკლ ვინ დამიწუნოსა, მეფეო ნუ თუ წასვლა მან თქვენ ჩემმან დაგაჭმულოსა, ვერ ვეცრუები ვერ უზამ საქმესა საძაბულოსა, პირის მარცხვენს ორნივე მივალთ მას საუგუნოსა. არ დავიწყება მოყრიცსა, არ ოდეს გვიზამ ზიანსა, გმობ კაცსა უგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა, ვერ ვეცრუები ვერ უზამას ხელმწიფესა მზიანსა, რა უარია მამაცსა სულდითსა წასვლა გვიანსა. რა უარია მამაცსა ომში განპირიც მხმეჭელსა, შედრეკის შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა, კაცი ჯაბანი რითას ჯობს, დიაცსა ქსლისა მბეჭველსა, ჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზავიწრო ვერცა კლდოვანი, მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალგულოვანი, ბოლოთ შეყარნეს მიწამან, ერთგან მოხმედა მხცოვანი, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილისა ხელოვანი.